ну, პრინციპში ეს არის ის სოფელი. ომეგვისა გოთემარსაბა და არ გაბჩურასონ სამი და დღეს მგონი მეგობრებო თქვენ შემეკითხებით თემ და საერთოდ რა სოფელში ხარ და რა შვები აქვს საერთოდ. მოგეთ მეგობრებო მე ახლა ყველაფერს აგეხსნით. თქვენ მგონი გახსოვთ ასეთი ვიდეო რომელსაც ქვია მე გავხდი მერის დამხმარე ერთი დღით. მაგ ვიდეოში რომელიღაც შიწელნიკმა მოეპარა მთლიანი სოფლის ბიუჯეტი წარმოიდგინეთ და დამალა თავის სახლში. და მე კიდე მეგობრებო პროფესიონალად გამოვიჭირე ეგ შიწელნიკი და გამოვიცახე პოლიცია. და მოკეთ მეგობრებო ეს ვიდეო ასევე ნახა პოლიციამ და ძალიან მოეწოათ ეგ ვიდეო. და ამ სოფელში მეგობრებო მოხდა რაღაც ძალიან საშინელი გაძარცვა. მოკეთ ვიღაც ადამიანმა მოიპარა აგრეთვე ამ სოფელში მთლიანი სოფლის ისუმრუდები და მგონი ვიღაც ადამიანიც კი მოკლა და ეს ყველაფერი მეგობრებო დამალა აი ამ ჭაობში. ну, პრინციპში მე მთლიანად არც კი ვიცი რა მოხდა. ну, მოკეთ ახლა შევეკითხოთ აი ამ პოლიციებს უკვე მელოდები ამ პრინციპში. так, პოლიციელებო გამარჯობათ, მოგეთ აი ჩემი დოკუმენტი. მე ვარ ის დეტექტივი, რომელსაც უნდა ამოხსნას ეს გაძარცვა და შეიძლება ამიხსნათ რა მოხდა? Так, ага. საბა, ძალიან კარგია მოხვედით. მოკლედ, დღეს შიწელნიკმა შეამჩნია, რომ წყალი ჭაობში უფრო და უფრო მეტად ნაკლები ხდება სოფელში. მოკლედ, ძალიან ცოტა რაოდენობის წყალი დარჩა ამ ჭაში. მოკლედ, მერმა გამოიძახა სპეციალისტები. სპეციალისტებმა ამოაშრეს ეს ჭა და მათ აღმოაჩინეს რაღაც ყუთი. მაგ ყუთში მთლიანი სოფლის ისუმრუდები და აგრეთვე სხეული. მოკეთ, მათ ჩვენ არაფერს არ მოუკიდეთ ხელი, ყველაფერი არის თავის ადგილას და ჩვენ გამოგიძახეთ თქვენ იმისათვის, რომ ამოხსნათ ეს ძნელი საქმე. так, ახლავე ჩავიწერ. так, ოკეი, გასაგებია. так, კაი, მაშინ ახლავე ჩავალ ჭაობში და ჭაში და ყველაფერს გავიგებ. მეგობრებო შეხედით რა მართლა რაღაც ყუთია და ოკეი. მოით მეგობრებო ახლა დავაყენოთ ასე. так, ასე და ასე. так, თხეთ. თავარია რომ ახლა ასე. ой! так, და მოით მეგობრებო ასე. так, და რა ხდება აქ? так, ჯერ ეს დამჭირდება ჩემი ნატურა და მეგობრებო შეხედეთ რა საშინელება. так, სხეულის თავი. так, და 5 რომელშიც არის. так, ისუმრუდები. так, მოით მეგობრებო ახლა ესეც ჩავწეროთ. რა საშინელება მოხდა აქ. так, მოით მეგობრებო ასე. так, ну, პრინციპში მე ახლა არაფერს არ მოვკიდებ. სპეციალისტები უნდა გამოიძახონ, ხო, მე ახლავე ვეტყვი. так, ოკეი, პრინციპში მე გავერკვიე თუ რა მოხდა აქ და так, მოით მეგობრებო ახლა ამოვიდეთ. так, ну, პრინციპში მე ყველაფერი ვნახე. მოგეთ არაფერს არ მოვკიდოთ ხელი. თუ შეიძლება გამოიძახეთ სპეციალისტები, რომ მაგიდან რომ კვლევები ჩაატარონ თუ ვინ გააკეთა ის ყველაფერი. ექსპერტიზა მოგეთო დაადგინონ. так, და თქვენ კიდეთ შეიძლება არაფერს არ მოგიდოთ ხელი თქვენ თვითონ. так, მეგობრებო და ახლა მე კი მაინტერესებს ამ სოფლის ასე ვთქვათ განწყობა ამ ყველაფერში. და სადაც წავიდით მოით მეგობრებო აბა პირველი სახლი. მოით მეგობრებო ამ სახლში პრინციპში ეს სახლი მეგობრებო არის ყველაზე ახლოს განლაგებული ამ ჭასთან. так, ოკეი. უკაცრავად ჟიტენკო ძალიან კარგია თქვენ სახლში ხართ. თქვენ ვიხართ საერთოდ, არაფერს არ გეტყვით. მოიცეთ დაწყნარდით. так, მე ვარ აი დეტექტივი და მე მოვედი იმისათვის რომ გავერკვიო თუ თქვენ იცით რამე ამ ჭაობის შესახებ. так, stop, მე არაფერს არ ვიტყვი. თქვენ არ გაქვთ საბუთები იმისათვის რომ მე რაღაცეები დამისვათ კითხვები. არა, მე არაფერს არ ვიტყვი. так, stop. და რატო ნერვიულობთ ასე და თქვენ ხომ არ მოიპარეთ ეს ისუმრუდები? так, ოკეი, თუ არ გინდათ რომ მითხრათ, მე ახლა მომიწევს პოლიციელების გამოძახება. так, stop, კარგი. ოპა, так, ну, ასე პრინციპში კარგია. აბა მითხრეთ ახლა ყველაფერი რაც კი დაინახეთ. მე პრინციპში ძალიან დიდად ვერაფერი ვერ დავინახე.
მაგ დროს მოკეთ მე დავინახე ვიღაც ადამიანი თეთრ მგონი ჰქონდა ხო თეთრ მაისურით ძალიან ცუდად მახსოვს ყველაფერი იმიტომ მაგ დროს შოქი იყო გამორთული მთელ სოფელში так, სახლავე ყველაფერს ჩავიწერ. რაღაც საოცარია და რატო იყო მაგ დროს გათიშული შოქი? так, ოკეი, და ხომ არ მიტყვით თქვენ გაქვთ ასე ვთქვათ შოქის პროფესიონალი? ანუ ვინც საერთოდ მუშაობს, ვინც საერთოდ არის ასე ვთქვათ თავარი ამ შოქისთვის მთელ სოფელში? კი ვიცი ეგ ადამიანი მოკეთ ცხოვრობს სულ სოფლის ბოლოს так, ოკეი, так, თქვენ უფრო კარგი არ წახვიდეთ ამ სახლიდან, შესაძლებელია კიდე დამჭირდებით. так, მეგობრებო, ну, პრინციპში უკვე რაღაცეები გავიგეთ. ჩვენ გავიგეთ, რომ თეთრ მაისურიანი ჟიწელნიკი იყო აქ და так, მეგობრებო, როგორც მითხრა, სოფლის ბოლოს. так, რომელ სახლში так მქონი? აქ, так, მოით მეგობრებო. так, უკაცრავად ჟიწელნიკო, გამარჯობა, მოგეთ. თქვენ так, თქვენ გონი იცით ხომ რაც მოხდა ამ სოფელში იმ ჭაში. так, და მე მაინტერესებს ერთი რამ. და რატომ იყო მაგ დროს გამორთული შოქი მთელ სოფელში? მე თვითონაც არ ვიცი სიმართლე გითხრათ მოკლედ მე მოვედი სახლში ყველაფერი იყო კარგად მაგრამ ღამე ვიღაცამ გამიფუჭა მთლიანი შოქი ვიღაცა სპეციალურად გამორთო შოქები ის სახლი სადაც იყო განლაგებული შოქის ჩართულები და გამორთვები მთლიანად გაანადგურა და მაგის გამო მე მაიფიქრა რომ სპეციალურად გამორთე ეს შოქები და მაგის გამო მე ამ თვეს ვერც კი მივიღებ ხელფას так, აჰა, так, ოკეი, ჩავიწერე так. და ხომ არ მეტყვით იმ სახლს, აბა მითხრეთ თუ შეიძლება ის სახლი, სადაც არის განლაგებული ის ჩამთველები და გამორთვები ამ შოქის. აი ჩემს პირდაპირ არის სახლი так, ოკეი, так, მადლობა დიდი თქვენ არცად არ წახვიდეთ, შეიძლება დამჭირდეთ. так, მოით მეგობრებო და გაგიჟება, შეგეთ მეგობრებო მართლაც ყველაფერი არის გამორთული. სახლი შეხეთ გაანადგურეს. გამოის ვიღაცა აქედან გამოდიოდა. так, პრინციპში აქ შეიძლება იყოს რაღაც შეიძლება ვიღაცა მთითის ანაბეჭდი ასე ვთქვათ დატოვა აქ ან დამე ასეთი. так, აჰა, მეგობრებო, так, მოით აბა ჩავიწევთ და მოით აბა გარედან ვნახოთ აბა თუ რა მოხდა ამ სახლში გაგიჟება შეხეთ ყველაფერი არის განადგურებული. так, stop, ეს რა არის? ეთოს фу, ეს თევზია მეგობრებო. так, stop. თევზი, фу, თან კიდე აყროლებული ეს. так, stop. განადგურებული სახლი, ჩამთველები, შოქი არ იყო გუშინ და აქვე თევზი. так, მეგობრებო, მგონი ჩვენ უკვე ახლოს ვართ ამ მოსახსნელთან. так, ну, პრინციპში ეს ძალიან კარგია. ამ თევზზე შეიძლება იყოს უკვე თითის ანაბეჭდი თუ так, ოკეი, ჩემი აით ეს თევზი და ეს განადგურებული სახლი რაღაცით არის დაკავშირებული. так, stop. მეგობრებო, შეგეთ ექსპერტი მოვიდა. так, ეს ძალიან კარგია. так, გამარჯობა, მოკეთ მე ვარ ის დეტექტივი, რომელიც ხსნის ამ საქმეს. მოკეთ მე იმ მოკეთ იმ ბოლო სახლში მე ვნახე მოკეთ აი ეს თევზი. და თუ შეიძლება თქვენ რომ აიღოთ აი ამ თევზისაგან თითის ანაბეჭდი შესაძლებელია ამ ქურდმა დატოვა ამ თევზზე თითის ანაბეჭდი და შეიძლება რომ გაიგოთ და так, კაი მიდით იმუშავეთ. так, მეგობრებო, ეს ძალიან კარგია. так, შემდეგი სახლი, так, სად წავიდეთ? მოით მეგობრებო ამ სახლში, მოით. უკაცრავად stop, მეგობრებო, თეთრი მაისური რა? დიახ, გამარჯობათ გამარჯობა და თქვენ შეგიძლიათ თუ შეიძლება მითხრათ და ხომ არაფერი იცით? ну, თქვენ პრინციპში შეიძლება, თქვენ პრინციპში გეცოდინებათ რომ რაც მოხდა ამ სოფელში, იმ ჭაში რაც მოხდა და თუ შეიძლება რომ მითხრათ და თქვენ ხომ არაფერი უცნაური ხომ არ გინახავთ იმ ჭაობთან, იმიტომ თქვენი სახლი ერთ-ერთი ყველაზე ახლოს არის განლაგებული ამ ჭასთან. მე პრინციპში არაფერი არ მინახავს. კი ვიცი რაც მოხდა მაგ ჭაში, მაგრამ მე არაფერი არ მინახავს. უბრალოდ მე ძალიან გვიან მოვდიოდი ჩემი სამსახურიდან. და შეგიძლიათ თუ შეიძლება მითხრათ და სად მუშაობთ? ну, მე პრინციპში ვარ ფერმერი, ასევე მე ვარ კარტოფილი თევზაობით.
Так, стоп. თევზაობით, მეგობრებო? თევზაობით. Так, ოკეი. Так, კარგი და სხვა გამოის არაფერი არ იცით? ხო, სხვა პრინციპში არაფერი. Так, კაი და უკაცრავად და ამ ყუთში რა არის განლაგებული? მათ არის პრინციპში განლაგებული იქ სტაფილო და თევზი, რომელსაც მე დავიჭირი. Так, და ნახავ, კაი, პრინციპში თუ თქვენ არ ხართ უარზე და Так, მეგობრებო, ეს არის ეს ჟიზენინგი, უნდა დავიჭიროთ. Так, ოკეი, და ხომ არ მეტყვით თქვენ რომლისაკენ მოხვედით სახლში? ნუ პრინციპში სადღაც ხომის 11-ზე. ხომის 11-ზე მეგობრებო, так, stop. ახლა გაჩერდით ადგილას. მე ვიცი რომ ეს თქვენ იყავით და უფრო კარგია მითხრათ რატომ და რისთვის მოიპარეთ ეს ისმრუდები და რატომ მოკალით ეს ადამიანები. ჩადაბა, როგორ ამოიცანით ეს ყველაფერი? მე არაფერს არ ვიტყვი. Так, უფრო კარგია მითხრათ, თორე კაი, თუ არ გინდათ, так, ახლავე ციგს იმასნით, так, და თქვენ ციხეში წახვალთ, როგორც ვიმოთ 15 წლით. კაი, გეტყვით, არ გინდათ ციგნი. მიდი აბა და დროზე. მოკეთ, მე მაგ დროს ძალიან ჭირდებოდა ფული. უბრალოდ მე სახლიდან მაგდებდნენ. არაფრის გაკეთება არ შევეძლო. თევზაობაც ძალიან პატარა ფულს მაძლევდა. ფერმერობას მე კარგად არ გამოვდიოდა და მაგ დროს მე გავიგე სეიფის კოდი, რომელიც იყო მერის სახლში. მაგ დროს მე მოკეთ შევედი მერის სახლში. გამოვიღე სეიფიდან გამოვიღე ისმრუდები და უნდა დამელაბალა სადღაც და სახლში უნდა მევალა, ეს იქნებოდა ძალიან ადვილი. მე მოკეთ მაგ დროს ცოტა ნახე რომ დამოვაშრე ჭა. მე დავტოვე ცოტა წყალი იმისათვის რომ არავინ არ მიხვდებოდა რომ მათ იყო რაღაც დავალული. მათ მე მოკეთ დავვალე ყუთი და ვიღაცა ჟიწელიკი იყო ჩემთან ახლოს და დაინახა ის ყველაფერი. მაგის გამო მე დავჭერი და მათვე ჩავაგდე. Так, ოკეი, ყველაფერი გასაგებია თქვენთან. Так, აქ იყავით, მე ახლავე მოვალ და არსად არ წახვიდეთ. არ გაბედოთ, არსად არ წახვიდეთ. გაგიჟება მეგობრებო, აი წარმოიგეთ რა. Так, მოით მეგობრებო, უფრო კარგია დავკიდოთ ეს კარი რომ არსად არ წავიდეს ეს დებილი ჟიზენინგი. Так, stop, პოლიციელებო, მოკეთ მე მივხვდი ვინც იყო. აი ამ სახლში მოკეთ არის ის ჟიწელნიკი, რომელმაც მოიპარა ეს ისმრუდი და რომელმაც დაჭრა ის ჟიწელნიკი. Так, ოკეი. და თქვენ უკვე გაიგეთ, აბა ის ანაბეჭდი 100% აბა რა გაიგეთ ამ თევზის მიერ? Так, ოკეი. ნუ პრინციპში მე გავიგე რომ ანაბეჭდი იყო სუფთად 100%-იანი. Так, პრინციპში მე არ ვარ გაკურებული. Так, დიდი მადლობა სამუშაოსთვის და თქვენც დიდი მადლობა სამუშაოსთვის. თქვენ კი მეგობრებო, მადლობა დიდი მისყურა ვიდეოს ბოლომდე. აი მეგობრებო, ჩვენ დღეს ამოვხსენით ასეთი ძალიან ძნელი გაძარცვა. თქვენ კი მეგობრებო, მადლობა დიდი მისყურა ვიდეოს ბოლომდე. თუ მოგიზრდოთ დალაიქეთ, მე კი ახლა წავედი. ნახვამდის.